პატრიციულები, ბატონო რექტორო, ბატონო ზონა, ქალბატონებო, მინისტრი საქართველოში პატრიციული შემეტაეცული, ელჩი საერთოდ მინისტრია. სახელმწიფოს მინისტრი იმანდა სადაც არის. შეგეგმაროს ღმერთმა. თქვენ ახალგაზრდებო, ქართველ ხალხო, მოვიხიბლებით, მევებერებით, ვაქებთ, ვადიდებთ, დავამცირებთ. თვითონ სახელი, ჯამლეთი, ყვირის. ჩვენ არასოდეს საერთოდ არ წავსულობთ. ფიზიკურად წავედით, მაგრამ ჩვენი გულები იცოდეთ, რომ აქ არის. საფლავს მივაკითხეთ, შორიდან დევესალმეთ, დიდად ადამიანებს. მე იმედი მაქვს, რომ ხედადგება კიდევ სოფლსაც მივაკითხავთ. ბატონი ჯამლეთი თავის სპორტულ სალამით მესწავლება ხალხს. და იაკობ გაგულაშვილი თორის პასუხებით, წინადადებით და რაოდენი სიტყვა ბიბლიიდან კიდევ გავაღვიძე იქაურ ძველ სინაგოგას. მე კიდევ ამის იმედი მაქვს. ქართველო ხალხო, კარგად imotkva ჩვენო პატრიციულმა ელჩმა. უდეც სიტყვებით გამოვიდა პატრიციულმა ჯამლეთმა. ჩვენ ლოცვიოდით 2600 წელი. დაუბრუნდეთ იერუსალიმი და ციონი. ერთხელ ღმერთს თქვენი ლოცვა ღმერთმა მეტი ადრები იყოს. და ვთხოვ გამჭერს მამავა წელიწადს დაუბრუნდეთ სოფლს. გამიგვიდეთ სოფლს. აგასულინო სასოფიცელი და რა თოფიცელი. ბავშვებო, სტუდენტებო, ახალგაზრდებო, აქ არის შეიძლება ხვალინდელი პრემიერი. შეიძლება აქ ისდება თქვენში მომავალი პრეზიდენტი. იცოდეთ, რომ ცხოვრება გრძელდება. თქვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მხოლოდ ყველაფერი მშვიდობიან გზებით, მოლაპარაკებით და მეორე მხრის მონაცემებით თუ სისუსტით სწავლით, რომ იცოდე მისთანხმება საქმე. ჩვენ რო ჩავედით ისრაელში, მახსოვს კარგად, უდაბნოში მივიყვანენ, ჩვენ უდაბნო ავაყვავეთ. უდაბნო გამხმარი ადგილი, ამწვანებული, ამშვენებული, აშენებული ყოფილი, სწავლით და ცოდვით, განათლებით, კულტურით, ისრაელის სახელმწიფო სოფიოში რა თვლება კარგად იცით. მე სხვანაირად სამხედრო. ქართველი ხალხი უნიჭესი, უძლიერესი, კულტურით სავსე, ადამიანობით გაშხერილი. ხოლო რა გვევართება, გამაგებინებთ. მე გული მტკივა, როცა ვისმენ რომ შიგნით განხეთქილება არის. გული მტკივა, როცა ვხედავ რომ არ არის ერთობა და სიყვარულობა. ერთობით მოვიგებთ, გაგებით მოვიგებთ. და მე გეტყვით, რადგანაც რომ ბევრჯერ არ მეცდება პრესა, შემთხვევით ამ ერთ წუთზე ბოდიში, ბატონო რექტორო, თქვენი უფლებით. ორი გზა არის. ერთი რავინი, მოგიყვებით რაღაცას ისტორიულს. ქალაქისკენ მიდის, იმსახურს. გზის ბილიკზე დადგა, სადაც რომ 4 გზის თავებია, მან არ იცის საერთოდ წავიდეს, ქალაქისკენ როგორ მივიდეს. ჭაბუკი ბავშვი შეხვდება, ეს რავინი ეკითხება, შვილო, ქალაქისკენ საერთოდ. ბავშვი ხედავს, ამ ადამიანს ჭაღარა, მოხუცებული, ზიმბეთ მოსიამურე, ბაბუ, არის ორი გზა ეუბნება. ერთი გზა არის ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან შორს მიყვანს. მეორე გზა არის შორი, ხოლო ძალიან მოკლედ მიყვანს.
მოისმინა ჭკვიანმა კაცმა ამნასწავლა რაბინმა ეს სიტყვები და რომ მოისმინა მოკლე და შორი და გამგზას მოკლე და შორს მივიდა ქალაქამდე მაგრამ ქალაქს არ გაქონია დარქმული გალავნები მეფერფელა შემოსავალი შორადგილიდან კიდევ ბევრი არა კილომეტრებით სანამ შესავალს მიაგნო ბოლოს მივიდა ბრუნდება გზაზე ამ ჭაბუკს კიდე ხედავს ეკითხება შვილო რომ შეგეკითხე რატო არ მიმასწავლე წესიერად ბატონო რაბი მე სწორად გიპასუხეთ არის გზა რომელიც მოკლე და შორი არის გზა შორი მაგრამ მოკლე მეორე გზით რომ გიარა ორ წუთს გავივიდი მეც პირდაპირ შესავალში მიხდოდი მაგრამ შეერჩი ისა მოკლე ჩქარა რომ მიგიყვანა ქალაქამდე მაგრამ გალავნით შესავლით ვერ შეხვედი ქალაქში გამოჩნდა მოკლე და შორი სახელმწიფოს რომ ართო ორი გზა არის ერთი გზა ყველა სახელმწიფოს გააჩნია თავის საუნჯე გააჩნია თავის რაღაცა ბიუჯეტი ჩამოიარე ვერ გადიოდით ეხლა ავიღოთ ერთი 50 მილიონი დოლარი დავიწყოთ თბილისის ქალაქში ზეიდან გამოდრა ყველა მადლობას ვეტყვის აშ დავიღებ შეგინაც ხოლე ვინახა ანგელოზი ემებეცანა არის მეორე გზა ეს ფული რაც რომ გააჩნია სახელმწიფოს მამაბლისთვის ბიუჯეტში განათლებისთვის შორხებელობით გადახედო და გამოიყენო აი ამასაკეთებს ჩვენი სახელმწიფო აი ამასაკეთებს ჩემი მეგობარი ბიზინა გეუბნებით აგერ მოთმინება სოლდატი მოთმინება შორს მაგრამ ახლოს შორს გიბრე ახლოს მე ვიდომ არ მოგიყევი ჩემი ბავშვური ისტორია იმისათვის რომ ემოციით დაგხალოთ ან მოგიფიქროთ ჩემი პირადი რაღაცა ძველი ისტორიულ ამბებით მაგრამ ვისაც რომ ახსოვს ასე თავის წასული ის თავის მამავალსაც კარგად აწყობს ჩვენ რა წავსულვართ ამას გეუბნებით ჩვენ ვიყავით ვართ და ფერმერში ვიყავით ხალხა იბერია ხალხა ამისები შევხედოთ ხალხობა რეკო უდიდეს სიმადლობა მოწონისთვის განმარტოლებო დიდი პროტიში ჩამოსულა სწორებო უდიდეს ოქროუმებო როგორც რომ პატება ხარაზე სიტყვებიო წანანა პატრიციულმა ჯამლებმა ბზანა და მე ძალიან კარგი მოწაფება ჭკვიანო სიტყვა ძალიან ჩქარო იჭირა. ამიტომ რომ ჩავარდა და სახელმწიფო